ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღარ არის. უწყებაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ხარაზიშვილის გარდა ცვლილებები შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებულ სხვა მაღალჩინოსნებსაც. როგორც ცნობილია, ზვიად ხარაზიშვილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე რომან ქარცივაძე შეცვლის. რომან ქარცივაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის განკარგულების მიხედვით ვახტანგ გასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. რაც შეეხება ზვიად ხარაზიშვილს, ის საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გასული წლის ნოემბერში დაწყებული პროევროპული აქციების შემდეგ მოექცა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან იძალადეს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ხარებას პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლის შემდეგ სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. სანქცირებული ვაჟა სირაძე, რომელიც 2019 წლიდან საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა. სირაძის ნაცვლად საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს დაიკავებს ლევან მაისურაძე, რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მიმდინარე წელს სირაძე აქციების სასტიკად ჩახშობაში პასუხისმგებლობის გამო ჩეხეთმა დაასანქცირა, ხოლო 2024 წელს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მას სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სამივე ბალტიის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას მიმდინარე დემონსტრაციების ჩახშობის გამო სანქციები აქვს დაწესებული თეიმურაზ კუპატაძისთვისაც. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ საკადრო ცვლილებები სანქციებს არ უკავშირდება. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, საკადრო პოლიტიკა უცხო ქვეყნების ხელისუფლების დაკვეთით არ განისაზღვრება. მისივე მტკიცებით, გადაწყვეტილებებს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე პირადად იღებს. ჩვენს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. თქვენ ნახეთ რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმუშაოს ეფექტიანად. ეს არის სულად მისი კომპეტენციის ნაწილი, მას აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა. შინაგან საქმეთა მინისტრ, რა თქმა უნდა, მის საკადრო გადაწყვეტილების მიმართაც გვაქვს ურთიერთობა. მთელი ქვეყანა ესტონეთი არის 1,300,000 და ვაჟა სირაძე არის 1,500,000 ესტონეთზე დიდი ტერიტორიული მოსახლეობის მქონე ქალაქის პოლიციის უფროსი. რატო ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩამოქვეითება? ჩვენი არც პოლიტიკა, არც გადაწყვეტილებები და მით უმეტეს არც საკადრო პოლიტიკა არ განისაზღვრება უცხო ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებით. შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ ვაკანტურ პოზიციაზე მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს. მარიამ ტაბატაძე 2018 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს, შიდა კლანურ დაპირისპირებებს და სანქციებს უკავშირებს. მათი შეფასებით ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სანქციები მუშაობს. ეს არის გამოწვეული შიდა კლანური დაპირისპირებიდან გამომდინარე ეს ერთი, მაგრამ მეორე სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იყო სანქცირებული, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როგორიც დღეს არის ბატონი ხარაზიშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე სახის, თუნდაც ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება იქამდე, სანამ ეს ადამიანები იკავებენ ხელისუფლებას. და როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სწორი ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში შესაძლებელია ქართული ოცნება ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორც არის პოლიტპატიმრების თავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცესკო. დასავლური სანქციების შემოღების შემდგომ ჩვენ ვხედავდით, როგორც ცდილობდა ქართული ოცნება დასავლეთის მიერ ამ სადამსჯელო ბერკეტის გამოყენების
ნიშნულობის ნიველირებას, როგორც წარადგინა მაგნიტსკის სიაში წარდგენილი მაღალჩინოსნები ღირსების ორდენზე და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ რეალობა არის სხვა, სანქციები მუშაობს, სანქციები უნდა გაძლიერდეს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი და სწორედ ამიტომ ლობირებდა ლელო ძლიერი საქართველოს კონკრეტული პირების, კონკრეტული დამნაშავეების, ადამიანის უფლებათა დამრღვევების, რეჟიმის ჯალათებისა და დონორების დასანქცირებას. თუმცა აქვეა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები არის მხოლოდ ფასადური ცვლილებები, იმიტომ რომ სანქცირებული კონკრეტული ადამიანების გადაადგილება თუ გათავისუფლება ვერანაირად ვერ შეაცვლევინებს შსს ზნეს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და ის თავის რეჟიმთან ერთად უნდა დასრულდეს. საკადრო ცვლილებები ჩვენ არ მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებში ვიხილეთ, ზოგადად ნებისმიერი მსგავსი საკადრო ცვლილება, რაც ბოლო პერიოდში ვნახეთ მასიურად არის კლანებს შორის გადაჯგუფება და ერთი კლანი როგორ იმარჯვებს მეორე დაჯგუფებაზე, მეორე კლანზე და პირიქით. არანაირი გავლენა ამას საქართველოზე როგორც სახელმწიფოზე არ აქვს და საქართველოს მოქალაქეებზე არ აქვს, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება ეროვნული ინტერესებიდან ან საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის მორიგი გადაჯგუფება, ერთი კლანი როგორ ამარცხებს თუ იმარჯვებს მეორე კლანზე და პირიქით. ცვლილებები განხორციელდა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ხელმძღვანელების შემადგენლობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება. ქართულ ოცნებაში კი საკადრო ცვლილებების გაგრძელებას არ გამორიცხავენ.